გუშინდელი წარუმატებლობის მთავარი ფორმულა იყო ერთიანობის არარსებობა. გუშინ ძალიან ბევრი ხალხი იყო, ბევრი ჯგუფები იყო ჩართული ამ ხალხის მობილიზებაში და ამ ჯგუფებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ერთმანეთთან. და მით უფრო არც ერთს არანაირი კავშირი არ ჰქონდა იმათთან, ვინც აორგანიზებდა ამ ღონისძიებას. ანუ რაღაც ჩაკეტილი წრე იყო 2-3 ადამიანის, რომელიც გამოდიოდა და ტელევიზიების საშუალებით ამბობდა, რომ ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი შეთანხმებულია და ძალიან დიდი მოლოდინებს და იმედს უქმნიდა ადამიანებს და ეუბნებოდა, რომ თქვენ არაფერზე არ შეწუხდეთ, არ იფიქროთ, საერთოდ არ იაზრონოთ, უბრალოდ მოდით, დანარჩენი არის ყველაფერი გადაწყვეტილი. და ამ დროს მე ამ ეთერებში აი მთელი თვის განმავლობაში, სადაც დავждებოდი, ყველგან ვიძახდი, რომ არ შეიძლება ასე არაორგანიზებულად ერთობა არ არსებობდა და ამ ერთობას ვითხოვდი ყველგან და ვეუბნებოდი, რომ პოლიტიკური პარტიები, სოციალური პლატფორმები, სხვადასხვა პლატფორმები, სამოქალაქო პლატფორმები, სტუდენტური მოძრაობები, ამათგან უნდა შემდგარიყო რაღაც ჯგუფი, ბირთვი, რომელიც უხელმძღვანელებდა პროტესტს, აიღებდა პასუხისმგებლობას, გაანალიზებდა, შეისწავლიდა ყველა მოქმედებას, რაღაც გეგმა შეიმუშავებდა და ამ ყველაფერს არ ვიცი, პასუხისმგებლობას აიღებდა შემდგომ. ამას სულ ვიძახდი და მათთანაც ვამბობდი, ბატონ პატასაც ვეუბნებოდი და სულ ამბობდი, რომ არ მოიკითხოთ, ყველაფერი რიგზე არ მოიკითხოთ, უბრალოდ რაღაც ფორმით ეს დაანონსებული 4 ოქტომბრის მძევალი იყო ძალიან ბევრი და უბრალოდ უნდა მოვსულიყავით და დანარჩენი სადღაც ვიღაცას უკვე გადაწყვეტილი ქონდა თითქოს დავეთანხმები ქალბატონ მარის თითქოს შეთანხმებული იყვნენ რომ აი გადმობარება უნდათ ხელისუფლების მაგრამ ხალხი იმ რაოდენობის არ არის და სურათი არ იქმნება კრიზისის და ვერ აბარებენ ხელისუფლებას აი ვერავინ ვერ დამაჯერებდა უბრალოდ ამ სურათს ქმნიდნენ და მე ვერავინ ვერ დამაჯერებდა რომ ეს ასე იქნებოდა არ ვიცი მე ეს ასეთი დოზით გულუბრყვილობა როგორ შეიძლება ნდობა სულ ვამბობდი რომ ეს არის ვერაგი რეჟიმი ეს არ არის უბრალო რეჟიმი ეს არის რუსული რეჟიმი ეს არის საოკუპაციო რეჟიმი პირდაპირ მნიშვნელობით რევოლუციური პროცესების პროვოცირება თვითონ მოახდინეს გუშინ შეიტყუეს ხალხი გამოცვიდნენ აი აბსოლუტურად აირწინაღებიც კი არ წაიღო ხალხმა მე მქონდა მიტანილი მაგრამ ისეთი სიმშვიდე იყო პოლიციელი იყო არავინ არ იყო და საერთოდ აღარ მივსულვარ აირწინაღით კინაღამ დავიხჩვე ძლივს გამომიყვანეს ანუ იმის თქმა მინდა რომ თვითონ მოაწყეს ეს პროვოკაცია რეჟიმმა მოუწყო პროვოკაცია პროტესტს და აი ამ პროვოკაციის შედეგი მიზანი უფრო სწორედ როგორც მივხვდი იყო ის რომ ძალიან ანერვიულებთ რუსთაველის პროსპექტი დისკრედიტაცია მომხდარიყო სრულად ამ პროტესტში ანუ ეს შვიდობიანი პროტესტი არის ამათთვის სიკვდილი. იციან, რომ ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლებას თუ არ მისცემ ძალაუფლებას, იქ რაღაცები ჩნდება. მაქსიმუმ ჩვენ უნდა ჩავმდგარიყავით თავდაცვის პოზიციაში და დაგვასწრეს და თვითონ ჩადგენ. თავდაცვის პოზიციაში თვითონ ჩადგენ და აი ეს ვერაგი, ხაფანგი მოუწყეს პროტესტს და აი ესეთი რევოლუციური პროცესის პროვოცირება მოახდინეს. ცალსახად მოუწოდებ ყველას დღეს მაქსიმალურად ბევრი უნდა გავიდეთ ქუჩაში. არ ვიცი სახლში არ დაჟეთ. ეხლა ნიჰილიზმის დრო არ არის, ეხლა დორბლის ყრის დრო არ არის, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, გამოდით და დადექით ვაჟკაცურად. დღეს აი მაგათ გუშინ რაც გვაჭამეს პირდაპირ მნიშვნელობით, აი არ უნდა ვაპატიოთ და დღეს უნდა გავავსოთ რუსთაველი. მე არ ვეთანხმები პირდაპირ შემიძლია გითხრა, არ ვეთანხმები ცოტა რაოდენობით ქუჩის გადაკეტვას, მაგრამ დღეს იმდენი უნდა ვიყოთ, რომ ვერავინ ვერ თქვას, რომ არ არის რაოდენობა რომელიც ამ ქუჩას კეტავს. მოგიწოდებთ ყველას მაქსიმალურად დაირაზმეთ და მოდით ამაღამ რუსთავეზე 7 საათიდან 8 საათამდე 9-ზე უნდა იყოს გადავსებული ყველაფერი. წინასწარ მადლობას გეტყვით აი ჩემი თხოვნით შესრულებისაგან.